მამა პაისი მთაწმინდელი, ბერის გამონათქვამებიდან. ჩვენს მიერ განვლილი წლები მეტად ძნელი და მეტად სახიფათოა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქრისტე გაიმარჯვებს. ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და უდიდესი ერულის სისწრაფით მიექანებიან. მაგრამ რამდენადაც მათ არ აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არც დასაბამის სიბრძნისა შიში უფლისა, ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრაფით დაუმხრუჭებლად სრბოლას ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. ადამიანები მეტად აგზნებულნი არიან სირთულეების გამო და უმეტესწილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუკი თვით ისინიც კი, ვინც წმიდა მთაზე მოდიან, ასე გახელებული და დაბნეულნი არიან, როგორებიღა უნდა იყვნენ ისინი, ვინც შორსაა ეკლესიისგან და ღვთისაგან. ყველა ქვეყანაში ქარიშხალი და უდიდესი არეულობაა, უბედური სამყარო და ეგანიპყრა სუფალმა ხელითვის იმის დასახსნელად. სამოვარივით დუხს და სადაცაა გადმოვა, თანაც ძალიან ჩქარა. ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, ვკითხე: რატომ ყურადღებას არ აქცევთ, რაც ხდება, სადამდე მივა ეს ყველაფერი? მან მომიგო: მამაო, ადრე ბოროტება უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ამჟამად კი ის დიდი ზვავია. ამას სასწაულით უუშველის. მაგრამ ზოგიერთი იმ საშუალებებით, რომლითაც თითქოს მდგომარეობის გამოსწორებას სურთ, რაიმე ზომები მიიღონ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით, რაიმე დადებითად შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ. იმისთვის კი არ ზრუნავენ, რომ ეს ზვავი დაადნონ, არამედ მის ზრდას უწყობენ ხელს. თავიდან ხომ თოვლი არც ისე ბევრია, მაგრამ თუ იგი ქვევით ჩამოიწევს და დაქანდება, ზვავად იქცევა. თოვლი იკრებს თოვლს, ხეებს, ნაგავს, ქვებს, უფრო და უფრო იზრდება და დიდ ზვავად იქცევა. ასევეა ბოროტებაც. ცოტ-ცოტაობით ის უკვე თოვლის უდიდეს მასად იქცევა და ქვევით მიექანება. ახლა იმისთვის, რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო. დეო მამაო, თქვენ ყოველივე ეს გაწუხებთ? აბა რის გამოა, რომ წვერი უდროოდ გამითეთრდა. მეორმა გადმტკივა. თავიდან, როდესაც მოახლოებულ საფრთხეს ვგრძნობ და ხმამაღლა უყვირი, რომ ავიცილოთ უბედურება და შემდეგ, როდესაც ამას უყურადღებოდ ტოვებენ, ბოროტება აღესრულება და მე დახმარებისთვის მომმართავენ, ახლა მესმის, როგორ იტანჯებოდნენ წინასწარმეტყველები. ისინი უდიდესი მოწამეები იყვნენ. ისინი უფრო მეტად იყვნენ მოწამეები, ვიდრე რომელიმე მოწამე, თუმცა ზოგიერთ მათგანს მოწამეობრივი სიკვდილი არ ხვდომია. ეს იმიტომ, რომ მოწამეები მცირე ხანს ევნებოდნენ. მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველები ხედავდნენ, თუ როგორ აღესრულებოდა ბოროტება და გამუდმებით იტანჯებოდნენ. ისინი გამუდმებით გაყვიროდნენ და გაყვიროდნენ, დანარჩენები კი თავ-თავიანთ საყვირზე უკრავდნენ. და მაშინ, როცა იმ დანარჩენების ქმედებების გამო ღვთისრისხვა მოიწეოდა, მათთან ერთად წინასწარმეტყველებიც იტანჯებოდნენ. მაგრამ მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანების გონება შეზღუდული იყო და ამის გამო ტოვებდნენ ისინი ღმერთს და კერპებს სცემდნენ თაყვანს. დღეს, როდესაც ადამიანები შეგნებულად ტოვებენ უფალს, უდიდესი კერპთმსახურება აღესრულება. ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთისქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. მან მოაწყო პანიკინია, რათა სამყარო დაღუპოს. ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა. ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია. ის ახლა იქცევა იმ დამნაშავესავით, რომელიც, რადგან ხედავს, რომ ალყაშია მოქცეული, ამბობს: ვერ გადავრჩები, ისინი შემიბღრობენ და მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს. ანდა როგორც ომის დროს ხდება ხოლმე, როცა საომარი მასალა გამოილევა, ჯარისკაცები ხიშტსა და ხმალს მოიმარჯვებენ, ომში გადაეშვებიან და მოხდეს, რაც მოსახდენია. სულ ერთია, ამბობენ ისინი, მაინც ვიღუპებით, რაც შეიძლება მეტი მტერი მაინც გავანადგუროთ. ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია, თქვენ გესმით ეს, უდიდესი განსაცდელებია იშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ისინიც კი ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს უვნებლად ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვა გადაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს. როდესაც დიდი ხანძარი ჩნდება და მეხანძრეები მის ჩაქრობას ვერ ხებენ, ადამიანები ხომ იძულებულნი ხდებიან ღმერთს მიმართონ და მისგან დიდი წვიმა გამოითხოვონ, რათა ცეცხლი მან დააცხროს. იგივეა სულიერი ხანძარიც, რომელიც ეშმაკმა აღაგზნო და მხოლოდ ლოცვაა საჭირო, რომ შეგვეწიოს უფალი. მთელი სამყარო ერთისკენ მიდის. საყოველთაო ნგრევაა. ვერ იტყვი, რომ სახლში ერთი მინაა გაბზარული ან რაღაც ამგვარი, მოდი და შევაკეთებო. მთელი სახლი ინგრევა. სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. მდგომარეობა უკვე უკონტროლოა. მხოლოდ მაღლიდან ღმერთს შეუძლია შველა. ახლა ღმერთი შრომობს, ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლაკვერით, ზოგან შოლტით,
რათა ყოველივე ეს გამოასწოროს. სამყარო მოწყლულია, ის გაყვითლებულია და დასაყუბათაა გამზადებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომწიფებულა. ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიქონში, რომელსაც სენისგან განწმენდა სჭირდება, დეზინფექცია დაიწყება.